მივესალმებით მარიამ ზურაბაშვილს, ის გალტენთაგარტის პორტფოლიო მენეჯერი გახლავთ. დილამშვიდობისა მარიამ და გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, მოგესალმებით. დავიწყოთ ტრადიციულად ამერიკული საფონდო ბირჟების მიმოხილვით. გასული კვირა ამერიკის ბაზრებისთვის კლების კვირა აღმოჩნდა და წინა კვირის ზრდის საპირისპირო სურათი გვანახა. S&P 500-ის ინდექსი კვირის განმავლობაში 1.6%-ით შემცირდა და 7458 პუნქტზე დაიხურა. ტექნოლოგიური ინდექსი NASDAQ 2.9%-ით დაეცა, ხოლო ინდუსტრიული Dow Jones-ი შედარებით მდგრადი აღმოჩნდა და მხოლოდ 0.9%-ით შემცირდა. სექტორულ ჭრილში ყველაზე მეტად ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო კომპანიები დაზარალდნენ. ენერგეტიკა კი ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობის განახლებისა და ნავთობის გაძვირების ფონზე გაიზარდა. მაკროეკონომიკურ ფრონტზე კვირის მთავარი სიახლე ივნისის ინფლაცია იყო. სამომხმარებლო ფასების ინდექსი თვის განმავლობაში 0.4%-ით შემცირდა, რაც ბოლო 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი თვის ჭრილში ყველაზე დიდი კლებაა და ძირითადად ენერგომატარებლების თითქმის 6%-იანი შემცირებით აიხსნება. წლიური ინფლაცია 4.2%-დან 3.5%-მდე შენელდა. შედეგად ივლისის ხდომაზე ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის გაზრდის ალბათობა დაახლოებით 40%-დან 14%-მდე შემცირდა. სახაზინო ობლიგაციები კი გაძვირდა. გასულ კვირას მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და პირველი სიტყვა ტრადიციისამებრ უმსხვილესმა ბანკებმა თქვეს. შედეგები მოლოდინებს საგრძნობლად აღემატებოდა. სამშაბათს JP Morgan-მა, Goldman Sachs-მა, Bank of America-მ, Citigroup-მა და Wells Fargo-მ ხუთივემ კონსენსუსზე უკეთესი მოგება წარადგინა. საერთო ხაზი ყველა ანგარიში ერთი და იგივე იყო. აქციებით ვაჭრობის რეკორდული შემოსავლები. გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული მერყეობა, რომელიც ინდივიდუალური ინვესტორისთვის სტრესის წყაროა, Wall Street-ის სავაჭრო დესკისთვის მოგების წყაროდ იქცა. ამას კაპიტალის ბაზრების გამოცოცხლებაც დაემატა. მეორე კვარტალში ამერიკაში IPO-ებმა რეკორდული თითქმის 105 მილიარდი დოლარი მოიზიდეს, საიდანაც 75 მილიარდი მხოლოდ SpaceX-ის განთავსებაზე მოდის, ხოლო გლობალური mergers და acquisition-ების გამოცხადებული მოცულობა წლიურად 64%-ით გაიზარდა. ახლა კი მოდით ორ მთავარ მოთამაშეს უფრო დეტალურად შევხედოთ. JP Morgan-მა კვარტალში 16.9 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, ერთ აქციაზე კი 6.14 დოლარი, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 5.59 პროგნოზირებდნენ. JP-ის შემოსავალმა რეკორდულ 58 მილიარდ დოლარს მიაღწია და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, რეკორდული შედეგი ბიზნესის ყველა მიმართულებით აჩვენა. Trading Desk-მა შემოსავალი წლიურად 35%-ით გაზარდა, მათ შორის აქციებით ვაჭრობის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა, ხოლო საინვესტიციო საბანკო მიმართულებამ 30%-იანი ზრდით 2021 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. რაც შეეხება Goldman Sachs, ბანკმა 20.3 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 6.6 მილიარდის მოგება მიიღო, ერთ აქციაზე კი 20.98 დოლარი. მაშინ, როდესაც კონსენსუსი მხოლოდ 14.57 დოლარს ვარაუდობდა. Goldman-ის აქციები ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე დაახლოებით 4%-ით გაძვირდა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ ბანკების შედეგები ესეთი ძლიერი იყო და ინფლაციაც მოლოდინზე მეტად შენელდა, რატომ შემცირდა ინდექსების ღირებულება კვირის ჭრილში? პასუხი კი ტექნოლოგიურ სექტორშია. ინვესტორები სულ უფრო ხმამაღლა სვავენ კითხვას, შეესაბამება თუ არა AI კომპანიების შეფასებები მათ რეალურ ფინანსურ შედეგებს, მაშინ, როდესაც გიგანტის მილიარდიანი კაპიტალური ხარჯვა ჯერჯერობით შესაბამისი უკუგების გარეშე რჩება. ჩიპების ინდექსი კვირაში 10%-ით დაეცა, რაც 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. გასული თვის ისტორიული მაქსიმუმიდან კი ინდექსი უკვე 20%-ით არის ჩამოსული. განწყობა პარასკევს ჩინურმა სტარტაპმა Moonshot AI-მაც გაუარესა, რომელმაც ახალი მოდელი წარადგინა და განაცხადა, რომ ის წამყვან ამერიკულ სისტემებს უტოლდება, რამაც კონკურენციისა და მომავალი მარჟების შესახებ შეკითხვები კიდევ გაამძაფრა. ვერც ძლიერმა ფუნდამენტურმა სიახლეებმა უშველა ინვესტორებს. განწყობას TSMC მოგებისა შემოსავლის და მოლოდინის გადააჭარბა, თუმცა ამავდროულად კაპიტალური ხარჯების გეგმის კიდევ გაზრდა გამოაცხადა და აქცია პარასკევს 3%-ით შემცირდა. მოკლედ ბაზარი ამ ეტაპზე დაპირებების ნაცვლად მტკიცებულებებს ითხოვს. რაც შეეხება ევროპას, კვირა მერყევი, თუმცა საბოლოო ჯამში ნეიტრალური გამოდგა.
სტოკს 600-ის ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, რადგან ამერიკის და აზიის ტექნოლოგიური სისუსტე პარასკევს ევროპასაც დაეწყო. გერმანიის DAX 0.9%-ით შემცირდა, საფრანგეთის CS40 უცვლელი დარჩა, ხოლო იტალიის FTSE MIB 1.4%-ით დაეცა. ევროზონაში ფასების წლიურმა ზრდამ ივნისში 2.8% შეადგინა, თუმცა მაჩვენებელი ჯერ კიდევ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზანს. ახლა კი აზიის ბაზრებზე გადავინაცვლოთ, სადაც ტექნოლოგიური განწყობის გავარესება ყველაზე მძიმე დაისახა. იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 6.4%-ით ჩამოვარდა. უფრო ფართო ტოპიქსი კი 2.9%-იანი კლება დააფიქსირა. ზეწოლას გეოპოლიტიკა და ნავთობის გაძვირებაც აძლიერებს, რადგან იაპონია ახლო აღმოსავლეთის ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული. სამხრეთ კორეაში კოსპი კვლავ მკვეთრად მერყეობდა და კვირას საგრძნობლი კლებით დაასრულა. მთავარი წნეხი კი ისევ Samsung Electronics-ა და SK Hyneken-ზე მოდიოდა. ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 2.75%-მდე გაზარდა და მკაცრი ტონი შეინარჩუნა. ხოლო რეგულატორმა მერყეობის შესამცირებლად ცალკეულ აქციებზე მიბმული leverage ტიპის ახალი პროდუქტების დაშვება დროებით შეაჩერა. ჩინეთზე უფრო სულად შევჩერდებით, ბაზრები აქ ორად გაიყო. ბირჟები, სადაც ჩიპების წონა დიდია, მკვეთრად დაეცა. მაგალითისთვის CSI 300-ის ინდექსმა 5.3% დაკარგა, ხოლო ჰონკონგის Hang Seng-მა კი ინტერნეტ პლატფორმებისა და ავტომწარმოებლების მხარდამჭერით 1.6%-ით მოიმატა. კვირის მთავარი ამბები კი მეორე კვარტლის მუშების მონაცემების გამოქვეყნება იყო. ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 4.3%-ით გაიზარდა, რაც 4.5%-იან მოლოდინზე ნაკლებია და პირველი კვარტლის 5%-თან შედარებით შესაბამისად ჩამოვარდნას აფიქსირებს. პრობლემა ზრდის ციფრებზე მეტად მის სტრუქტურაშია, რადგან აშკარად ჩინეთის ზრდა დღეს თითქმის მთლიანად გარე მოთხოვნას ეყრდნობა, რაც ეკონომიკის გლობალური ტექნოლოგიური ციკლისა და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებების მიმართ მოწყვეტ ხდის. რაც შეეხება მიმდინარე კვირას, ანგარიშგებების სეზონი მთავარ ფაზაში შედის და ყურადღება ბანკებიდან ტექნოლოგიურ გიგანტებზე გადაინაცვლებს. 4 შაბათს ბირჟის დახურვის შემდეგ დიდი შვიდეულის 2 წევრი ალფაბეტი და Tesla წარადგენენ. ამავე დღეს ანგარიშებს IBM-ი, Texas Instruments და AT&T აქვეყნებენ. 5 შაბათს ჯერი Intel-ზეა, რომლის აქციაც ნახევარ გამტარების გაყიდვის ფონზე ბოლო კვირაში 13%-ით შემცირდა. პარასკევს კი კვირას American Express-ი დაასრულებს. ასევე საყურადღებოა General Motors-ისა და GE Vernova-ს ანგარიშები და ივლისის წინასწარი PMI ინდექსი. მთავარი კითხვა კი უცვლელია, შეძლებენ თუ არა ტექნოლოგიური გიგანტები ბაზრის დარწმუნებას, რომ ხელოვნურ ინტელექტზე გაწეული რეკორდული ხარჯვა რეალურ მოგებად გარდაიქმნება. სწორად ამ პასუხზე არის დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ტექნოლოგიური სექტორის კორექცია. ეს იყო გასული კვირის ფინანსური ბაზრების მიმოხილვა და შევხვდებით უკვე ერთმანეთს სექტემბერში. მარიამ, მადლობა მიმოხილვისთვის. მარიამ ზურაბაშვილი, Galten Tagardes პორტფოლიო მენეჯერი იყო ჩვენთან ერთად.